საქართველოს და პოლონეთის ტურისტულ სფეროში თანამშრომლებენ შესაბამის შეთანხმებას ხელი თბილისში მთავრობათა შორისი კომისიის მესამე სხდომის დასრულების შემდეგ მოეწერა. შარშან პოლონეთიდან ტურისტების ზრდის მაჩვენებელმა 68% შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით პოზიტიური დინამიკა წელსაც შენარჩუნებულია. ამასთან ქუთაისიდან ვარშავას და კატოვიცეს მიმართულებით უკვე სრულდება პირდაპირ რეისები. ერთ-ერთი ჩვენი მიზნობრივი ბაზარი, სადაც ძალიან კარგი ზრდა გვაქვს პოლონელ ტურისტებს მოსწონთ საქართველოს. შარშან ჩვენ გვქონდა 60%-იანი ზრდა, წელს პირველი კვარტლის მონაცემებით ჩვენ უკვე გვაქვს 53%-იანი ზრდა. საქართველოს და პოლონეთი ერთმანეთთან თანამშრომლობენ როგორც ეკონომიკური ვაჭრობის, ასევე ინვესტიციების კუთხით. პოლონეთი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ძირითად პარტნიორს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით, ასევე ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის და ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით. განვიხილეთ საკითხები ურთიერთთანამშრომლობის ისეთ სფეროებში, როგორც არის ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი. გასულ წელს პოლონეთიდან საქართველოში 12,000 ტურისტი ჩამოვიდა. საქართველოდან პოლონეთში კი მხოლოდ 4,000. თანამშრომლობისთვის დიდი პოტენციალი არსებობს და შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ამას ხელს შეუწყობს.